მოყვასი სიყვარულია ჩვენი პრინციპი და არა ერთმორწმუნეების და მსგავსების. როდესაც გზის გასაყარზე ვიდექით, ყოველთვის ვირჩევდით დასავლეთს და ვირჩევდით ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ უფრო მეტი გვაქვს საერთოდ დანარჩენ აღმოსავლურ ეკლესიებთან, ვიდრე და ბევრი საერთო, ვიდრე გვაქვს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. გასულ საუკუნეებში რუსი ჩინოვნიკებისთვის ეკლესია ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო საქართველოში ასიმილაციის პოლიტიკის გასატარებლად. ამას ადასტურებს საქართველოში წარმოგზავნილი მთავარმართებლის პასკევიჩის სიტყვებიც. ქართველი ერი უნდა აზროვნებდეს, მეტყველებდეს და გრძნობდეს რუსულად. არავის ისეთი ზიანი არ მიუყენებია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. მან გააუქმა მისი დამოუკიდებლობა, მან გააუქმა წმინდა წერილის ენა, რომელზეც ქართველები კითხულობდნენ წმინდა წერილს. მან გააუქმა ფაქტობრივად ქართული იდენტობა. იმის დადგენა ვინ არის ჩვენთვის მოყვასი და ვინ არა, ასე ადვილად არ უნდა გვეშლებოდეს. ჩვენი მოყვასი არის არა ერთმორწმუნე, აქაც თუმცა ბრჭყალებში არამედ ის ვინც ჩვენთან გამოდის დიალოგზე, ის ვინც ჩვენ გვხედავს თანასწორად, ის ვინც ჩვენ სიკეთეშად და გაჭირვებაში ჩვენ გვერდით არის. რუსეთმა წაართვა ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია. გაიტაცა უამრავი სიწმინდე ქართული ეკლესია მონასტრებიდან, თეთრად გადაღება ფრესკები და აწამა უამრავი ქართველი სასულიერო პირი. ბოლშევიკების მიზანი იყო რელიგიის სრული აღმოფხვრა და შესაბამისად მართლმადიდებელი ეკლესიის სრული განადგურება. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავიხსენოთ რიცხვები. იგივე თელს რუსეთის იმპერიაში არსებობდა სადღაც 40,000 ტაძარი, საქართველოში არსებობდა სადღაც 2500-მდე ტაძარი და რუსეთის იმპერიაში დარჩა სადღაც მთელ იმპერიაში დარჩა სადღაც 300 მოქმედი ტაძარი 51 წლისთვის, რაც შეეხება საქართველოს, აქ დარჩა მხოლოდ 21 მოქმედი ტაძარი და მათ შორის 3 იყო რუსული. მსგავსი ისტორიები ახლო წარსულიდანაც გვაქვს. 2008 წლის 7-12 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა 10 ეკლესია დაბომბეს. 12 აგვისტოს შემდეგ კი რუსი სამხედროების წვრთნების დროს დაზიანდა 7 ეკლესია. მიუხედავად ამისა, ქართველების ნაწილისთვის რუსეთი ერთმორწმუნეობის გამო მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე ახლოა. ეს ნათესაობა, ახლობლობა თითქოს გავალდებულებს, რომ ჯერთი კიდე ცალკე საკითხია არის თუ არა ის ქრისტიანობა, რომელიც რუსეთშია, რაიმე კავშირში აღმოსავლურ ქრისტიანობასთან, რომელიც ჩვენ ასე კარგად უნდა ვიცოდეთ სინამდვილეში, ხო? მაგრამ ასეც რომ არ იყოს ფორმალურად ხომ ქრისტიანები არიან, ესეც მართლმადიდებლები, ხო? აი ეს მსგავსება რომ სავალდებულო არ არის იმისათვის რომ ურთიერთობა მჭიდრო იყოს, ამას მიანიშნებს თუნდაც სახარებაში მოყვასის დადგენის იგავი, ხო? იმისათვის რომ განსაზღვროთ ვინ არის ჩვენი მოყვასი, ჩვენ კი არ უნდა ვეძებოთ ვინ არის მღვდელი ან ვინ არის ერთმორწმუნე ან ვინ არის ეთნიკურად თუ რელიგიურად ჩვენი მსგავსი, არამედ ის ვინ ჩვენთან შემოვა მეგობრული და ეს თქვათ სასიკეთო ურთიერთობებში. რესპონდენტების თქმით, რუსული გავლენა ქართულ საეკლესიო ცხოვრებაში ჯერ კიდევ იგრძნობა. განსაკუთრებით პრობლემურია რელიგიით მანიპულაციის საკითხი. თეოლოგები თვლიან, რომ რუსულ გავლენას ვერ დაუპირისპირდებით, თუ მათ აგენტებს არ გამოავლენ. ერთადერთი იარაღი, ერთადერთი საშუალება რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ეს არის ლუსტრაციის კანონი. ლუსტრაციის კანონი როგორც საეკლესიო სიტუაციისთვის, საეკლესიო სივრცისთვის, ასევე საერო სივრცისთვისაც სხვანაირად მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ საქართველოს შეძლოს რუსული გავლენებისაგან თავის დაღწევა, იმიტომ რომ ლუსტრაციის კანონი აბსოლუტურად ყველაფერს მზის სინათლეზე გამოიტანს და შესაძლებელს გახდის, რომ ადამიანებმა, ქართველებმა დაინახონ ვინ არის რუსეთის აგენტი, ვინ არის რუსეთის სამსახურში და ვინ არის ჭეშმარიტი ქართველი. ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონი ფარა ამერიკული მოდელისგან განსხვავებით არ არის მიმართული რუსი აგენტებისკენ. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან დღემდე არც ერთი რუსი აგენტი არ დაუკავებიათ.